რეალურად ავტომატურ კოლოფის 99-19-ს ვფარავთ. ეს ერთს ყოველთვის ვიტოვებ, იმიტომ რაღაცა შეიძლება გამოხდეს. გამარჯობა ხალხო. გიბრუნდებით. ამჯერად ერთი, მაგრამ ძალიან საინტერესო კითხვით. ბატონ ბაკურს ყველა ვიცნობთ, მე მგონი უკვე ავტობანის დამფუძნებელი და ბატონო ბაკურ. ერთი, მაგრამ ყველასთვის მე მგონი ტკივნეული, ბუნდოვანი და ჩემთვის პირადად აი ცოტა გაურკვეველი სივრცე არის რა. გადაცემათა კოლოფის ზეთები. როცა ჩაიხედავ, მიხვდები რომ ძალიან მარტივად არის. ხო და აი ვერ ჩავიხედეთ მე მგონი ვერსეთ ეტაპზე. გრადაცია არის დაახლოებით იგივე ავტომატური კოლოფის ზეთებში, როგორიც არის ძრავში. მინერალი, ნახევრად სინთეტიკა, სინთეტიკა. დექსტრონ 2-3 არის მინერალი, დექსტრონ 4 არის უკვე ნახევრად სინთეტიკური, თქვა, ბევრი გრადაცია აქვს ნახევრად სინთეტიკას, მულტი გამოყენების ზეთს ეძახიან, რომელიც გრადაცია ძალიან დიდია, თითქმის აი რა ვიცი 60%-ს ფარავს მოთხოვნილების და არის თანამედროვე დექსტრონ 6 სრული სინთეტიკა. ხო. რეალურად ეს სამი თემა ფარავს ყველაფერს. ესეა, გადაგდებული აქვს ყველანაირი ისევ და ისევ მარკეტინგი, ისე და ისევ რაღაცა ჩაშლა, ეს ყველაფერი არის მარკეტინგი. ხო. პირდაპირ გაძლევს მინერალი, ნახევრად სინთეტიკა, სინთეტიკა. მაგრამ არის რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული სპეციფიკაციები და გამოვლების მიხედვით სავარაუდო. კი ბატონო, ძირითადად მაინც იმ სამით ყველაფერს დაფარვა შეიძლება, მაგრამ არის ხალხი, რომელსაც ძალიან ესეთი აი შენსავით უნდათ რომ რაც არის მანქანაზე რომ წავიკითხე აი ის მინდა. კი ბატონო, კი ბატონო. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ კოლოფებს აწარმოებს სულ 4-5 კომპანია დედამიწაზე. ეს არის ყველაზე მსხვილი ერთ-ერთი არის ZF-ი. ZF-ი რაც არსებობს Aisin-ი. ეგეთი იაპონური ბრენდი, რომელიც კოლოფს და ხიდებს აწარმოებენ ორივენი. არსებობს General Motors-ის წარმოება, GM-ს თავისი კოლოფების წარმოება აქვს და ძირითადად ამერიკული მანქანებია. არის კიდე ერთი კომპანია Getrag და Mercedes-ი გარკვეულ კოლოფებს თვითონ აკეთებს. იქ ვიღაცები რაღაცებს თვითონ, მაგრამ ძირითადად აი ამ სამ წარმოებელთან იყრის თავ. მაგალითად შესაძლებელია რომ Touareg-ზე იდგეს Aisin-ის იაპონური კოლოფი ან ხიდი. კი ბატონო. კი. აი ZF-ზე იდგეს Nissan-ზე, იმიტომ Nissan-თან ძალიან მჭიდროთან. აი მაგალითად მე ამერიკული მანქანა მყავს, მაგრამ ZF-ი GM-ი შეიძლება იდგეს. GM-ში ვიცი რომ ZF-ი Toyota-საც აქვს გარკვეული კოლოფების წარმოება, მაგრამ ძირითადი მაინც არის GM-ი, Aisin-ი და ZF-ი. ჩვენ გვაქვს ახლა მაგალითად GM-ის ZF-ი არა გვაქვს ამჯერად, მაგრამ ZF-ის წარმომადგენლები ვართ მთლიანად, ამიტომ ZF-ის სრული გამა გვაქვს რა ZF-იც ჭირდება. კონკრეტული იმ დასახელებით, რაც კოლოფზე დაწერია, ასევე ვართ Aisin-ის წარმომადგენლები და ნუ აქაც დაახლოებით 3 ზეთად იშლება, ეს არის პირველი თაობის ესეთ მინერალი, შემდეგ სინთეტიკა და არსებობს CVT ზეთები. და არსებობს თანამედროვე კიდე double clutch ეძახიან, ორმაგისტრალის კი რობოტი კოლოფები. კი, ისინი გვაქვს მაგალითად 77-ში და ZF-ში. აი double clutch აჰა. კი ბატონო. რეალურად აი ეს რიცხვები რაც არის? Fluid ეს არის მერვე თაობა, თაობების მიხედვით იყო. ესენი ძირითადად ZF-ი ამთხოვს გადართვის რაოდენობას. 8 სიჩქარიანი თუ არის 6 სიჩქარიანი, 7 სიჩქარიანი, 9 სიჩქარიანი და იაპონელებს აქვს კიდე ჩაშლილად, აი მაგ ეს არის CVT ZF-ი NS2 და NS3, რა თქმა უნდა, ეს არის პირველი თაობა და მეორე თაობა მინერალი და ნახევრად სინთეტიკა. ესევე Honda-ს აქვს ძალიან ჩახურული, არ გეუბნება ვთქვათ რა არის, მაგრამ შეიძლება ამის გაშიფრაც ჩვენი სელერები ამას ახერხებენ. გვაქვს მაგალითად ხიდების ზეთებიც, გვაქვს თანამედროვე კოლოფის ზეთებიც. რეალურად ავტომატურ კოლოფის 99-19-ს ვფარავთ. ეს ერთს ყოველთვის ვიტოვებ, იმიტომ რაღაცა შეიძლება გამოხდეს და გითხრას რომ აი ვამბობთ 100%. კი ბატონო, ამ ერთს ვიტოვებთ, ნუ თუ არა გავრცელებული მანქანა შემოვიდა რაღაცა სპეციფიური დაფარვით, ყოველთვის შეგვიძლია შეურჩიოთ, მაგრამ შეიძლება ის წარწერა არ მივცეთ აი თვითონ პოეზია ინტერნეტში და ზუსტად და თუმცა რო ამოვიღებთ და გავშიფრავთ მე რას ფარავს, იქ ეწერებ. რა კილომეტრაჟი უნდა შეიცვალოს კოლოფის ზეთი? რეკომენდირებული რა არის? კოლოფზე უწერენ საერთოდ ხომ წარმოება დაიწყეს რომ არ იცვლება, ეს რას ნიშნავს რომ გაიგე 150.000 და ჩაშლი კოლოფს მოდი და 15.000 დოლარად მოკიდით ახალ კოლოფს. Lifetime idea-ში უნდა შენ ყავს აგერ 300.000 გარბენით მანქანა, მე წავს 300.000 გარბენით მანქანა და 50.000-ზე ყოველზე ვცვლი
კოლოფში ზეთს იდეალურად მუშაობს, არც აი საათივით მუშაობს, როგორც მუშაობდა ალბათ რომ გამოვიდე კონვეიერიდან. ჩვეულებრივად. კი. როგორც იცვლება ძრავში 10000-ზე, ისე იცვლება კიდე რაზეთი გისხა თუ long life-ის ხია 30000-ზე. ასევე აქაც თუ მინერალი გისხია ალბათ 40000-ზე, თუ გისხია სინთეტიკა, გააჩნია რომელ კოლოფია და რა მოთხოვნა, თუ უფრო ახალი ტექსტურონ 6 და მულტი გამოყენებისეთი გისხია 50-60-ზე აუცილებლად ის მითია თუ არა რო იძახი რომ აბა კოლოფის ზეთი არ უნდა შეცვალო. არა, თუ გინდა რომ კოლოფი გეყოს იმ 300.000-ზე და მითია, აბსოლუტური მითია. კი ბატონო, ყველა. ეს არის უბრალოდ კომპანიებს სულ არ უნდა თუ შენ შეცვალო და მანქანა იყოს რაღაც ერთჯერადი შენთვის და მე რაღაც გარკვეული 200.000. ლაიფტაიმს ვარკვე, ლაიფტაიმი არის 150. აპრესო მოაცილო თავიდან და მე წარმოებულმა მეტი გაყიდოს. თუ შენ ცვლი კოლოფში ზეთს ჩათვალე ის გემსახურება ძალიან ესეთი გულმოდგინედ და დიდხანს. კი ბატონო. თვითონ შეცვლის პროცედურა. ავტომატში ვიცი რომ არის მაგის სერვისი. გვაქვს თითქმის ესე 99% ფილტრი რაც კი იცვლება მანქანაზე. ყავს ძალიან კარგი ხელოსნები და რეალურად მხოლოდ რამოდენიმე მოდელზე არ ვკიდებთ ხელს ძალიან იშვიათად მოდელებზე, სადაც რთული კოლოფებია და ხო, მესმის. ხო, იქ რაღაც რისკები შემოდის რა. თვითონ შეიძლება არის ხშირად რომ კოლოფის წარმოებელი გეუბნება რომ მე კოლოფის წარმოებისას დაუშვი ტექნიკური შეცდომა და კოლოფს აქვს რისკები. ეხლა მე ეს რისკები გადმოდის შენზე ხო, მე არაფერ შუაში არა ვარ, ეს ფლობელმა იყიდა ეს მოდელი, რომელსაც ეს რისკი აქვს. ხო, ამ შემთხვევაში რო არ იყოს ეს რაღაცა გაუგებრობა, ვერიდებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე ხო გადმოტანა უყვართ ქართველებს შენზე რაღაც თავისი რისკების. მოკლედ ესე ეგრე გამოვიდა რომ მითი რაც ყველას მოგვისმენია და კოლოფის ნებისმიერი მეგობარი თავისი მანქანით, შენი მანქანა, ნებისმიერი შენი მეგობარი მოგვიყვანე, ზეთს შეუცვლით კოლოფში და კმაყოფილს გაუშვით. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ხალხო, ჩემნაირად ვინც ხართ და ამ ვიდეოს ყურებამდე იყავით, შეგვიძლია თავისუფლად კი არა და პირიქით რა. მე მგონი უფრო ისე არის, რომ ის სტერეოტიპი რაც გვაქვს, რომ გადაცემათა კოლოფს ზეთის შესვლა არ უნდა პირიქით არის. ზეთის შესვლა უნდა. და ფერებით ძიებას კიდე თავი დაანებეთ ზეთების. ფერი მე გირჩევთ რომ მოდით ავტომატში და პირდაპირ კოლოფის ზეთი არის თეთრი, შემდეგ ემატება საღებავი, რომელიც იმისთვის არის რომ გაარჩიო რომ თუ დაღვარა რომ იცოდე რომ რავი ზეთია დაყული თუ კოლოფის. სხვა დანიშნულება ფერს არ აქვს. მე მგონი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია მე ეგრე ვიზა ყოველ შემთხვევაში. ასევე 100%-იან დარწმუნებით პასუხს გაგცემენ ჩვენ სელერები. მოვიდეთ, შეგვიძლია და რა მეკითხები თუ გვექნება, პირდაპირ კონსულტანტებს ვკითხავ და დაგვაკვალიანებენ და აღარ გვექნება ბევრი გაუკვირდა. თვითონ შემცველის ტექნიკურ თემებზე იქვე შეცვლის მომენტში თუ რამე დაგაინტერესებს. იმ კითხვებზე საერთოდ მაგარია. და ასევე თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ ამ თემასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ვიდეოს ხვევით ნებისმიერი ჩამჭრელი, ხო შეუძლიათ? ჩამჭრელი, არა ჩამჭრელი, ის ნებისმიერი კითხვა დასვით და რაღაც მომენტში მე ბატონი ბაკური ამ კითხვებზე აუცილებლად გიპასუხებს. 30 წლიანი გამოცდილება ამის საშუალებას გვაძლევს. ძალიან დიდი მადლობა, აბა შეხვედრამდე ბატონო ბაკურ. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. დავბრუნდები ჩემი გადაცემათა კოლოფით და მანქანით ზეთის შესაძლებლად. აბა დროებით. კარგით.